ზურაბ ჭაჭანიძე შეჭრილი არის სასახლის ტერიტორიის ეზოში. ეს ადამიანი უწყინარად გადაადგილდება ერთი ლოკაციიდან მეორე ლოკაციაზე. ზურაბ ჭაჭანიძე შეჭრილი არის სასახლის ტერიტორიის ეზოში და ამასთან დაკავშირებით შესაბამისი ვიდეო ჩანაწერი წარედგინა სასამართლოს. ჭრას ასახავს თუ სახის იდენტიფიცირება რა? ნახეთ, სახის იდენტიფიცირება განხორციელდა და იმყოფება სასახლის ეზოში. თუმცა ზურაბ ჭაჭანიძესთან ასევე იდენტიფიცირებას თიახზე დეტალებში რა თქმა უნდა დასკვნის სიტყვაში გაიშლება, თუმცა ერთიან მოქმედებებს რასაც გიფასებთ, იმ მომენტში, როდესაც აგრესიულად განწყობილ მოძალადეთა ჯგუფი ცდილობდა პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას, იმიტომ რომ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი ჩაეგდოთ ხელში ამ შემთხვევაში, სწორედ სახელმწიფოს ამ შემთხვევაში ეფექტურმა ქმედებებმა აღკვეთა მათი შეჭრა სტრატეგიულ ობიექტში. ზურაბ ჭაჭანიძის მხრიდან არაფერი მსგავსი არ იკვეთება. ეს ადამიანი უწყინარად გადაადგილდება ერთი ლოკაციიდან მეორე ლოკაციაზე და ბრალდების მხარე რატომღაც სახავს ისე თითქოს და ეს ადამიანი არის რაღაცა როგორ ვთქვა, სერიოზული ორგანიზებული ჯგუფის წევრი, რომელიც ძალადობას ახორციელებს. პრაქტიკულად ამის დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს. თუნდაც სასახლის ტერიტორიაზე შესვლა ჩაითვალოს დანაშაულად, ამ შემთხვევაში გამოძიებამ უნდა გამოკვეთოს მიზანი. მხოლოდ და მხოლოდ ფორმალური ნაწილი ნებისმიერი ბრალდებულის თუ არაბრალდებულის ნებისმიერი პირის შესვლა სასახლის ტერიტორიაზე თუ მას გამოკვეთილი მხარე, ამ შემთხვევაში სუბიექტური მხარე მიზანი არ დაკონკრეტდა, რატო შედის, ანუ რა мотиваცია აქვს, რისთვის აკეთებს ამ ყველაფერს და დანაშაულთან კავშირი არ დადგინდა ამით, ანუ ლოგიკური ბმა არ მოხდა, ხო? აქედან გამომდინარე ავტომატურად ეს დანაშაულს არ ნიშნავს. არა მარტო სასახლის ეზოში გადაადგილება, ბრალდების მხარე გვეუბნება, რომ იქ დგომაც კი მაგ სიტუაციაში უკვე დანაშაულია. იმიტომ რომ რატო დგახარ იქ თუ არ ხარ ჯგუფის თანამონაწილე?